გამარჯობა მეგობრებო. ეს არის ჩვენი პოდკასტის მესამე ეპიზოდი. როგორ ძალდები? მადლობა გადასარევად თავად როგორ ძალდები? ესე იგი, როგორც ვინც გვიყურებს უკვე, იმ ადამიანებმა იციან, რომ ეს პირველი ორი ეპიზოდი რაც დავდეთ რეალურად ნოემბერში ქონდა ჩაწერილი და ანუ გამოდის რომ რამდენი თვეა, 1-3 თვეა, სადღაც არაფერი არ გავიკეთებია და ეხლა ვიღებთ ამ მესამე ეპიზოდს, სადაც სამწუხაროდ სტუმრის გარეშე ვიქნებით, მარტო მე და ირაკლი, მაგრამ მგონია რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდია. შევეცდებით მაქსიმალურად რომ საინტერესო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. კი. მადლობა უთხრათ პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს. მადლობა ორივე ვიდეოზე 1000 კი 1000 გადაცდა ნახევრის რაოდენობა და გამომწერებით 100 რაღაცა. უფრო მეტი თუ გამოგვიწერთ, ხო, რა თქმა უნდა და გამოგვიწერენ აუცილებლად, მაგრამ ნუ ვინც უკვე გამოგვიწერა, იმათ უდიდესი მადლობა. არ ვიცი, ჩვენთვის ის იყო რა. რა თქმა უნდა, ქონდა მოლოდინი რომ რაღაც რაოდენობის ნახობს დააგროვებ და ჩვენი ეპიზოდები, მაგრამ ესე რომ სტაბილურად ერთი დავდეთ და ერთ კვირაში 1000 რაღაცა ნახვა და მეორე დავდეთ და მეორეც იგივე დინამიკაში ეგრე არ ველოდით და კაია, ანუ რავი, მანამდე ქონია ეგეთი გამოცდილება რომ რამე ესე დაგედოს ინტერნეტში და რაღაცა. გონია რომ პირიქით სიამოვნებს ხალხს, ხო მაგიტო. ხო, ნუ რო არ სიამოვნებდეთ არ ნახავდნენ ბუნებრივია. ხო და ნუ მოკლედ ძალიან მაგარი გზნობაა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა კიდევ ერთხელ და მეგობრებსაც გაუზიარეთ და მოკლედ თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები. კიდე ერთი რაღაცა. ახალი კამერა გვაქვს. ხო, რომელსაც აქვს მაგარი რეზოლუცია, ძალიან კარგი რეზოლუცია, კი. და ნუ ძალიან მეხარია რომ ჩემი MacBook-ის კამერას აღარ ვიყენებ. პირველი ორი ეპიზოდი ისე ამჩნევდით რომ ცუდი ხარისხით არის შედარებით გამოსახულება, მაგრამ იმიტომ რომ ლეპტოპის ვებკამით ქონდა ჩაწერილი და იმიტომ რომ ჩემი წინა კამერა არ იღებდა დიდი ხანი. ხო, 15 წუთში პაუზდებოდა ამის ძალიან მაგარი წინა კამერა და ეხლა ისეთი კამერა გვაქვს, რომელიც მოკლედ 4 საათი თუ რაღაცა იღებს და 3 საათი uninterrupted. ნუ ჩვენ მაგდენი არ გვჭირდება, რახან უშტუმროები ვარ დღეს შედარებით მოკლე ეპიზოდი გვექნება. მაგრამ როგორც გითხარით, შევეცდებით რომ მაქსიმალურად ესეთი საინტერესო და სახალისო იყოს. კიდე ერთი რაღაცაც. ძალიან დიდი მადლობა. ბევრი დადებითი კომენტარი მივიღეთ ძალიან და ჩვენთვის ეგ არის ყველაზე დიდი мотиваცია რომ მართლა რასაც ვაკეთებთ თუ მოგწონთ. უფრო მოტივირებულები ვიქნებით რომ ხო რა, გავაუმჯობესოთ ეს ამბავი და აი უბრალოდ ერთი თხოვნა მექნებოდა რომ კომენტარებში დაგვიწერეთ სიტყვაზე თუ არის რაიმე კონკრეტული თემები რაც უფრო გაინტერესებთ ან კონკრეტული სტუმარი ხო ვინმე თუ გინდათ შევეცდებით მაქსიმალურად რომ ავასრულებთ მოკლედ თქვენი სურვილები. აი, შევუდგეთ. შევუდგეთ. ხო, მივიდივართ ბობზონის ფილმზე. ხო, რომელ საათზე დავჯოშნეთ? 14 შუა დღეზე. 3:15 წუთს არის. ხო, ძალიან ის არის საინტერესოა ალბათ. მე რაც ვნახე რივიუები ძალიან საინტერესოა. ხო და მე რივიუები არ მინახავს, ვიღაცა ჩემიანმა ნახა და იმან თქვა რომ პროსტა არ მომეწონაო და გამიკვირდა ცოტა, იმიტომ რომ ის არის რა, აი ბაიოპიკის ჟანრი ზოგადად, ანუ ძირითადად რეებიც არის გაკეთებული ამ ცნობილ მუსიკოსებზე და ეგეთ ტიპებზე, ან ცუდი არ არის რა, არც ერთი ხო ხტები, აი ის რეი ჩარლზზე რო არის, ჯეიმი ფოქსი რო თამაშობს. მაგრამ აი ნახე ისა, მოიცი რომელი იყო კიდე? აი Rocketman, Bohemian Rhapsody, ძალიან ხო, ის რა ქვია? ჰენდრიქსზეც არის, ჯეიმს ბრაუნზე არის. просто ჰენდრიქსზე მე მგონი სუსტი ფილმია შედარებით. არა, კაი. ეს არის Get On Up არის, ჯეიმს ბრაუნზე კაი ფილმი. რა არის, იცი რა პრობლემა აქვს? ეს ჩვენი პოდკასტ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, იოდა, გაიცანით. ხანდახან იქნება ხოლმე ალბათ ჩვენ პოდკასტებში გამოჩნდება. კიდე იმაზე. სხვა არ წერა რაღაცას რომ ამბობდი? სხვა იმაში ვარ, ამ მომენტში სხვა. ხო, ამ ეპიზოდს ჩემი ოთახიდან წერა. პირველი ოთახიდან წერა, ხო. სხვა როგორ არის ეს რა ინსტალაცია არა, ინტერიერი. იანი სხვა ხო და ასწავლე. ამ ბიოგრაფიულ ფილმს მუსიკას აქვს ერთი მინუსი, რომ პირდაპირ ასწავლე, რომ ძალიან ისე გააკეთო, რომ პირდაპირ ექშენი იყოს. ხო. და მაგალითად აი Oliver Stone-ის იმას რა ქვია, Doors რა მიუსიც ჰქონდა. ხო. თვითონ ჯიმის ოჯახი ამბობდა, რომ ჯიმი გამოყავთ როგორც ნარკომანი, აგრესორი ადამიანი. არასდროს არ იყო, просто წიგნიდან გამომდინარე წერდა თავისი იდეიდან. ამიტომ ერთი მინუსი არის, ძალიან მაინტერესებს Bob Dylan-ის პერსონაჟი. ბიჭო, ხო, მაგრამ ეგ ეხა ლოგიკურია, იმიტომ რომ ეს ბაიოპიკი არ არის დოკუმენტური, ხო? არის მხატვრული კინო რეალურად და
ეგ ბუნებრივია რა, ხა მაგ დროს რეჟისორი ალბათ ცდილობს ისეთი გააკეთოს მაქსიმალურად, რომ ну თავისი ხედვით ხო გამოყავს პერსონაჟი ეს ერთი და მეორე ეგეთი ფილმები ძირთადად ყველა კომერციულია მაინც რა ხა ის არტჰაუსი ხო არ არის ბაიოპიკი რა და შესაბამისად უფრო სანახაობრივი რო იყოს ალბათ და უფრო ისეთი მაგითო შვებიან მაგ ეგ მესმის ხა არც ველოდები იმას რომ რაღაცა რა ქვია სასწაული ფილმი იქნება და დეტალურად და იდეალურად ზუსტი რა ბობ დილანის ცხოვრება ხო მაგრამ ნუ გონი საინტერესო ყურებელია აი სიმღერები იქნება რაღაცა ეს თიმოთი შალამეც დიდად არ მიყვარს მაგრამ ნუ როგორც მსახიობი ხა თამაშობს რა კი და რავი ხმაც მაგრამ იამსგავსა კი და თვითონ ღერის თან მე მგონი ყველა სიმღერას ის არ არის ჩაწერილი რა ფონოგრამა აუ იდეა ის არის ბოიდ ერთი მსახიობია დამავის რა ქვია ბოიდ მახსოვს გვარი აღარ მახსოვს თამაშობს ჯონი კაშს ხო როგორ მაინტერესებს მაგის ჯონი კაშის ვერსია იცი ბიჭო არ მაგ ბევრი ეგ ბაიოპიკები ნანახი სხვათა შორის Walk the Line რა გქნახი არა ჯონი კაშის ფილმი არა ჰოაკინ ფენიქსი თამაშობს ჯონი კაშს ნუ ხოაკინი ძალიან მაგარია ხო რაღაცა მეუნებული რაღაც ისტორია ვიციო ძალიან მაგარი ბობ დილანზეო ბიჭო ბობ დილანზე ხო რაღაც ისეთი ცნობილი ისტორიები ვიცი ისტორიები რა უფრო ფაქტები ვით რა ძალიან მაგარი მუსიკოსია რეალურად და როგორ თქვა ეხა დაუფასებელია მეთქი რეალურად ძალიან დაფასებულია და ესეთ ფართო საზოგადოებაში ცნობილია მაგრამ ჩვენ თაობაში შედარებით ნაკლებად უფრო რა ну ალბათ იმის ბრალია რომ მაგ პერიოდის მუსიკას იშვიათად უსმენს ხა ჩვენი თაობა რაღაც ის ხო ახლა ბევრი მეგობარი უყავს ვისაც უყვარს ეგეთი მუსიკა მაგრამ უფრო ბევრი უყავს ვისაც ну არ უყვარს და დიდად არ იცის და რეალურად რა ქვია როცა ლაპარაკობენ იმაზე რომ აი რა გავლენა ქონდა მაგ პერიოდში ელვის, ჩაკ ბერის და მაგ ძალიან დიდ ტიპებს იმ პონჩი დღევანდელი მუსიკა რო გახდა ის რაც არის ბობ დილანის გამოტოვება მაგ საუბრისას ну просто შეუძლებელია რა იმიტომ რომ მარტო მაგისი ლირიციზმით შეგიძლია და ხო და ნახე ბიტლები იყვნენ ძალიან მაგარი ფანები ბობ დილანის და ხო ბიტლზი რო შენი ფანია და უკვე რო შენი მუსიკა მოწონს და ინტერვიუებში აქვს და ნათქვამი რომ ანუ მაშინ ჩვენ ჯერ კი ისინი არ იყვნენ ჯერ ცნობილები როცა ბობ დილანი უკვე ხოძზე იყო ამერიკაში რა რომ მაგას ვამბობენ რომ აი რაღაც ინსპირაცია იყო ჩვენთვის და რაღაცა ეგეთი ტიპი იყო ესე იგი ძალიან სერიოზული ფიგურაა თან ის არის გასათვალისწინებელი რომ მარტო სოლო არტისტი რა ერთი წელი ისწავლა რაღაც მიჩიგანის უნივერსიტეტში მე მგონი და მე ის გააკეთა წამოვიდა და წავიდა მარტო საცხოვრებლად იმაში ნიუ-იორკში 18 წლის ასაკში წარმოიდგინე. ნუ ხო 18 კი არ არის პატარა და ბავშვი, მაგრამ უცბად რაღაც ეგეთი სიტუაცია. ხო თან ნიუ-იორკში რომ მიდიხარ ამ ხელა მეტროპოლისი და რაღაცა ვაფშე სხვა ცხოვრება, ხო მიჩიგანიდან იქ რა ქვია ნიუ-იორკში. თან ის ვაფშე ანუ რაღაც სუფთა ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება, იმიტომ რომ ბობ დილანი ხო არ ქვია რაღაცა რა ქვია, რობერტ ციმერმანი ქვია თუ რაღაცა ეგეთი. ხო ნახე გვარი აქვს რაღაც გერმანული როგორც მახსოვს რა. რაიცა. და დილანი დაირქვა, ვიღაც მწერალი იყო დილან ვიღაცა, თუ რაღაცა. ვიღაც ტიპი ევასებოდა დილანი, მე მგონი და მაგონში დაირქვა ბობ დილანი. ხო და ძალიან დასაფასებელია. ალენ ზიმერმანი. ხო, ციმერმანი არის გვარად, ხო. სწორად მახსოვდა. წარმოიდგინე ესე ნოლზე უცებ რა, რომ მოკიდა ტიპმა პირდაპირ მნიშვნელობით გიტარას ხელი და წამოვიდა. ჩაალაგა ჩემოდანი და წამოვიდა და მარტო დაიწყო ესე რაღაცების სიმღერა. თან ის აი ლირიკა ძალიან სწორი თქვი რა. მუსიკალურად ნახდად არ არის ხა ბობ დილანის შემოქმედება რაღაც სასწაული ხო ხტები, არც ხმა არ ქონდა ისეთი. ადვილი აკორდები და ხო, აკორდებიც მარტივი, მაგრამ აი რავი, კარჩე, თითქოს ხო მონოტონურია, ბევრი სიმღერა რაღაც ერთ თემას მიუყვება. მე რო უსმენ, აი მაგის შეგრძნება ვაფშე არ მაქვს, რომ აი რაღაც გაწერილი ან რამე სხვა უნდა მოხდეს რა, აი ჰიპნოზივით არის რაღაცა რა. ხო, მაგრამ დიდი დასახულება მაგისი თვითონ პოეტური ამ ნიჭი ხო, ძალიან მაგარი ტექსტებია, კარჩე რა. ნობელია მოგებული, ხო იცი? მაგამ ბავში? ხო, იმას რა ქვია, რაღაც დიდი წიგნი გამოუშვეს მაგისი იმის, რა ქვია, ლირიკების რა, ამ ხო, პოემების. ოსკარიც აქვს. ოსკარიც. მაგარი ტიპი რა მაგარი, ხო, ნობელის პრემიას მოიგებს, წარმოიდგინე, შენი, რაში მოიგო, იცი? All Along the Watchtower-ი მოიგო ნობელის პრემია. ეგ, კარჩო, All Along the Watchtower-ი იმენა ლექსი, რაღაცა პოემასავით სიმღერა არის რა. ორივე ვერსია ძალიან კაია ჩემი აზრით. ბიჭო, ნუ მუსიკალურად ეხა ჰენდრიქსის ვერსია დაფრინავს, იმენა, მე თუ მკითხავ.
მაგრამ ნუ დილანის არის რა. ანუ ხომ მაგზეონები რომ დილანის არის იმენა რომ პოემა და ეს არის იმენა სიმღერა. ის ნუ ძალიან მაგარია ეხა თავის სოლოებით და თავის ჰენდრიქსობებით ძალიან ასწორებს, მაგრამ ის არის რა ქვია. აი რა მაგას ადრე ვსერჩავდი. იმიტომ რომ ნუ დილანის ხო არის ეს All Along the Watchtower-ი, ჰენდრიქსაც ხო კიდე ვიღაცებს აქვთ კავერები და რო ვსერჩავდი, მე მგონი როგორ რაღაც გავაძრე, იცი რომ დილანის დაწერილი კი არ არის იმენა ეგ. ეგ არის რაღაც აი როგორც House of the Rising Sun. folk სიმღერასავით არის ამერიკული, რომელსაც არ ყავს კონკრეტული ავტორი. ხალხურის პონჩი რა, ოღონდ ხალხური ცოტა ისეთ ასოციაციას გაჩენს, რომ რაღაცა ძალიან ძველი ეს არა, აი რა მე მგონი კონკრეტული ავტორი არ ყავს მაგასაც. ეგრე არის ზუსტად ვიცი House of the Rising Sun-ზე რაღაც ძალიან ძველია, короче და ყველას აქვს ნამღერი მაგის თავისებური ვერსია რა. Animals-ის არის ყველაზე ცნობილი. And New Orleans. ხო და. Animals ბიტანელები არიან. არ ვიცი. ნარშალ. ბიტლები დაცინოდნენ ერთი ეგ ვიცი. Get Back-ში არის ეგ ისა. ერთი სცენა რეპეტიციაზე რომ ღერიან და There is a house მაგარტნი აკეთებს იმის პაროდიას. ხო და All the Watchtowers წერალი არ ყავდა, просто დიდი ალბათობით. არას მიამატა თვითონ. ბიჭო, ხო და არ ვიცი, აი მაგიტო თქვი წინასწარ ეგრე რომ თავს ვერ დავდებ ამაზე. ეგრე მახსოვს, House of the Rising Sun ეგრე იყო რა, მახსოვს რომ წავიკითხე ეგეთი რაღაცა და All Along the Watchtower-ი არ ვიცი. მაგრამ ისეთი ტექსტი აქვს რა, აი რაღაცა წიგნში რომ წაიკითხავდი, короче, ეგეთი რაღაც წერია რა. კი და თან არ ვიცი შენ ქონია თუ არა, მაგრამ მე მაქსიმუმს რა უსვენ, რომელიმე საწამდა. ოცი Western-ში ვარდები პირდაპირ. ისე რომელი უფრო გიყვარს? მე ჯიმი ჰენდრიქსს ვფიქრობ. აი, ასნიაში. ძალიან მაგარია. მაგზეონები რომ Bob Dylan ძალიან მიყვარს მოსასმენად, მაგრამ ნუ აი All on the Watchtowers-ზე თუ მიდის ბაზარი, ჯიმი ჰენდრიქსს ვფიქრობ პირდაპირ. მაგრამ Knockin' on Heaven's Door-ი Bob Dylan-ის ბევრად კაი არის, короче, ვიდრე Guns N' Roses-ი. არა და ბევრად პოპულარულია Guns N' Roses-ის ვერსია. ეგ რა მაგრად ეხავს ისე ბიჭო სიმღერას რო დაწერე კაცი რო ხარ თან ანუ აი მე და შე რო დავწეროთ და ვინმე ცნობილმა რო დააკავეროს და გამოიხოდოს ეს სიმღერა მესმის მაგრამ შენც რო ცნობილი ხარ და მომენტ აიკონიკი რო ხარ და შენ დაწერილი სიმღერები უცებ რო უფრო პოპულარული ხდება სხვისი სახელით ცოტა ისეთ მონტია რა რატო ეგრე არის აუ ეგ რომ მოგიყვარ Nine Inch Nails და Johnny Cash-ის ისტორია არის რომ Hurt ხო მოგიყვარ ეცე თუ Hurt დაწერა 94 წელს Trent-მა Nine Inch Nails-ის ესეთ ყველაზე მაგარ დამურწმარეს ალბომზე ხო გავიდა 8 წელი და რუბინი ესეთ ყველაზე მაგარი Red Hot Chili Peppers-ის პროდიუსერი და Eminem-ის და System of a Down-ის და კიდე უამრავის ყველასი ურეკავს რომ თუ შეიძლება რომ გამოვიყენო ჩვენი სიმღერაო Hurt Johnny Cash ან Nine Inch Nails-ის პროდიუსერი იყო მაგ დროს რიკობენი არა просто იცნობდა Trent Reznor თვითონ და იმაჯერ უარი უთხარეო მაგრამ ბოლოში მაინც ნუ Johnny Cash დავწიო რა და პირველი ხალხი ვინც ნახე თუ სიმღერა და ვიდეო ედროლოთ ვიყავით მე და ჩემი ერთი მეგობარია მთელი იდეა რატომაც სიმღერა ორივე ვერსია განსაკუთრებით ორივე თავის ადგილზე ჩემულში ერთი არის იმაზე რომ Trent როგორ იყო გათიშული ნარკოტიკებით და ცხოვრება როგორ პოსტა მიდის და Johnny-ის ვერსია ძალიან მაგარი მარტო რო ხარ ნო ყველა დაკარგი და ძალიან თან ანუ ისე მღერის, короче, რომ აი შეგეხება იმენა ეგ სიმღერა. რა ხა დიდად არა ვარ Johnny Cash-ის ფანი, მაგრამ მე ვარ. ეგ ძალიან მაგარი სიმღერა არის. თან ცოტა ბებერი როა და უკვე ესეთი ხმა. I hurt myself today. ბიბი ჩასავდოდო ვოკალზე ერთ-ერთი სიმღერა. ვოკალზე დადიოდი შენ? ხო. ფაქტობ ბიბი ჩას. ხო, სანდრო ბიბი ჩა. არა. დათო ეგენიც რო ბასისტი ბიბი. ეს როგორ ბიბი ძალიან მაგარი. ესე უკრავს ყველა ბასისტი. არა, თავისი სულ ღიმილიანი დახუჭული თვალები, სკეპკა ბიბი ჩაწერია. რამდენი ხანი არის ვოკალზე? 3 თვე. მე რა გითხრეს ბოლო? არა, ძალიან მოწონდა ჩემი ხმა. აბა რატო აღარ გააგრძელი მაშინ? რაღაც ამოვარდით კალაპოტიდან ორივე რაღაცის ცუდად გახდა მე ეს დამეწყო მე ის აკეთე. ბიბიჩ თუ უყურებ ძალიან მიყვარხარ. ხო, ბიბიჩ. ანუ გავიარეთ 5 სიმღერა გავიარეთ ერთად. პიანოს მასალებს და ხა აღარ მახსოვს. ესა Enjoy the Silence, ბოხ სიმღერას ვარჩევით, იმის გამო რომ ჩემი ხმა. Egg Hurt
ერთი მომღერალია მარკ ლანეგენ მაგის ერთ სიმღერა, არც მოგსმენთ თუ არა, Grave Diggers. რაცა. ხოდა რაღაცა და ერთი ამ ჯონი კეშს რომ მივედით, იცოდა ეს სიმღერა. და ჩავთე მას თავიდან და პირდაპირ დაიწყო თუ არა, ადგა პიანოსთან და დაიწყო დაკვრა. ნუ, ნიჯერდიბია ფაქტია. ძალიან ნიჯერდი. მანამდე მოიცე, მაქამდე როგორ მივედით, რაზე ვლაპარაკობდით, მანამდე რაღაც დილანიდან მაქამდე როგორ მივედით. იმოდა Stairway to Heaven-ზე ბაზრობდით და რომ Knocking on Heaven's Door. და cover-ებიო და Nine Inch Nails. ნუ Heaven-ი არის ორი. ხო და ბიჭო სხვა მხრივ მაგარი მაზალო პერსონაჟი არის ვაფშე დილანი რა. აი მაგის ინტერვიუები და რაღაცები თუ მაგრამ აი მე ეგეთი კაცია რა ვიცი აგერა რა ჩემპიონში ვარ მღერი რაღაცა უკრავ. გევასებით არ გევასებით. ეგეთი ხალხი პრობლემას რა მე არა და. ხო jasnია მეც. მაგათი აი მაგის და ბიტლზის კოლაბორაცია არის ძალიან სასიამოვნო ფაქტი ჩემთვის რომ ძალიან მაგარი მეგობრები იყვნენ გარჩე რა. ესენი რო ჩავიდნენ ამერიკაში, ბიტლები რო ამერიკაში ჩავიდნენ, იქ უკვე ბობ დილანი ცნობილი იყო და უკვე თავის სიტყვა ხო 83 წელს არა, 93 წელს. 63-ში, არა 64-ში ჩაფრინდნენ. ის აგერ 64-ში იყო? პირველად ამერიკაში ჩაფრინდნენ 64-ში. ეხა დაჟე სკორსეზემ გამოუშვა მაგაზე დოკუმენტური. The Beatles 64 ქვია. Disney-სთან ერთად. იმენა ეხა ერთი თვის წინ თუ ორი თვის წინ და ის პერიოდია, ის ინტერვიუ. How did you find America? I turned left at Greenland. ეგ არის ხო აი. How did success change your life? ეგ არის და ეგ დოკუმენტური ნახე სხვათა შორის. ნახავ. და თუ გინდა რომ ნახავ, მე ერთ-ერთ ეპიზოდში ეგეც გავარჩიოთ, იმიტომ რომ ნუ საკაიფო არის რა. როგორც დოკუმენტური იმდენად არ არის საკაიფო, მაგრამ ისეთი მასალებია და ვაფშე ისია ნაჩვენები პონტი, რომ ეგ არის ძალიან საინტერესო. პროსტა მართლა ეხა ხო არიან ძალიან დიდი არტისტები და 2000-იანებშიც იყვნენ და ნუ ჯექსონი და ყველა ბაზარი არ არის, მაგრამ აი იქ კაროჩე ისეთი რაღაც ხდებოდა. აი ესენი იმდენად უცხო ხილი იყვნენ უცებ ამერიკელებისთვის ეს შედარებით გრძელთმიანი რაღაც ესეთ პრიჩოსკიანი ტიპები, რომლებსაც სხვანაირად აცვიათ და სხვანაირი აქცენტი აქვთ და სხვანაირი მანერა აქვთ და აი რაღაცა ეხა ამ კუთხიდან რო უყურებ ხო ძალიან დავარცხნილი მუსიკა არის ბიტლების ძველი ალბომები რა, იმენა ჩისტა როკ-ენ-როლი რაც არის. მაშინ ეგ იყო აი ველურობა წარმოიდგინე იმათთვის რომ აი ვაუ აღრაში. ელვისი და ისინი. ხო, ელვისის მერე ხო ნახე აი ჩაკ ბერი კიდე უფრო პონტი არის. ელვისი უფრო დავარცხნილი იყო. და ეს კიდე აი ის დუხია ქოგონდ რაღაცა სხვანაირად, აი ამ ბევრ ხმებში გაშლილი და ჰარმონიები და რაღაცა და ეს თავის ქნევებით და მთელი ამბები. მოიცა. კიდე არ გამექცეს აზრი. ის დილანი და ბიტლები. ბობ დილანი იყო პირველი ტიპი, ვინც ბიტლებს გაასინჯა მოსაწევი. და პირველად მოაწევინა დილანმა. მაგარი ეგ არის ძალიან მაგარი ამბავი ისა. მაკარტნი ყვება რაღაც ინტერვიუში, ნიუ-იორკში იყვნენ მე მგონი, თუ ნუ ამერიკაში სადღაც და რაღაც ის იყო თუშოვკაო რა. ნუ დილანიც იქ იყო, ჩვენც იქ ვიყავითო და ცოტა ხანში დავამოღამეო რომ ის რინგო და დილანიო გადიან. ესე შევხედეო ცოტა დავეჭვდი რომ რა ხდებოდა რამეო და შემოდიანო და აი რაღაცა ძალიან სხვანაირად შემოვიდნენ რა, იმიტომ რომ ეხა დილანს უსათვალები ეკეთა და რაღაც ამ პოზაში იყო და დიდად არ ეტყობოდა, მაგრამ რინგო იმენა ესეთ გაჭტერებული იყურებოდა ძალიან ბედნიერია და ხო და რაკენი და რაღაც რო კითხეო ისო გავსინჯეო, მოკლედ მოსაწევიო და წამოძმებო მაგარია თქვენც მოციეთო და მოციეს თურმე ყველამ და რაღაცა ნუ ძალიან სასაცილო ის იყო რა. მაკედან გაფუჭდა, კაროჩე, ბიტლს, იმიტომ რომ მოსაწევი დილამა გაფუჭა. მარა გაფუჭდა რა, რო შემოვიდა მოსაწევი მაგათ მუსიკაში. ეგ ის პერიოდია Help-ამდე პერიოდია, თუ Help-ის. კაროჩე, ნუ Rubber Soul-ში უკვე ეტყობა, რომ აი რაღაცა სხვანაირი გამოცდილებები მიიღეს, იმიტომ რომ აი პირველი გადახვევა ესეთი რა, ცოტა მკაფიო გადახვევა მანდარი და. ხო, აი Norwegian Wood-ი აიღო მაგალითად. ხო, მთლიანად ალბომში ხო. ცოტა ინდური ინფლუენსი აქეთ იქით რაღაცა სიტარა და მთელი ამბავი და. რაღაცას ვეტყვი ამ იმაზე რა ქვია კოლაბორაციაზე, ჩემი საყვარელი ისტორია. Tom Waits იცი როგორ გიждდება. Tom Waits როგორც მუსიკოსი უფრო გევასება თუ როგორც მსახიობი. ორივე ძალიან მეყვარს. ხო, მაგრამ შენი აზრით რომელი უფრო მაგარია? მუსიკოსი. ხო, ორი აზრი ალბათ. აი კი ყველაფერი პრაფული წასულს და კი მივცემდი რომ ფილმში ვათამაშო Tom Waits-ი. ხო. მაგრამ როგორც მუსიკოსი მოვხსება თავდაპირველად. პირველად როგორც მუსიკოსი ვიპოვე. ძალიან ბავშვობაში. ხო. ეს ინტერვიუ არის, შენ გაგიწევდა მაგ ისტორია.
რაღაც კაცი ეკითხება, რომ როგორიაო კიფი ჩათერდა მუშაობაო რა. ერთად სადმუშაობ. რაღაცა სიმღერა ჩაწერს ერთად რო. ხო. და ნუ you would finish Keith Richards-ი ვინც არის იცით Rolling Stones-ის გიტარისტი. იქ არის მაგის პოსტერი. ხო, კაი პოსტერია. და ზის და well, you would finish something. Maybe a song or a bottle, but at least you would finish something. ეს Keith Richards-ი ეუბნება ტომოი? ტომოი ცინამოს Keith Richards-ი მუშაობაზე რა, რაღაცას დაასრულებია. ალბათ ან სიმღერას. რაზე მუშაობენ ძალიან მაგრამ მაინტერესებს, რომ ეს სულ ეგეთ სიტუაციაა. აი ორივე იმენა წაგდებული ნარკომანი არის. არა, ის ალკოჰოლიკიო გიჟი. ნარკომანიც იყო თო. ალკოჰოლიკიც და ნარკომანიც. და ციგარეტის გიჟი მწვერვალი. ნო. და შენ მეყვებოდი ის მინდა ეგ რა მინდა თქვა იცი? იმის რა ქვია. არ მეუბნებოდი ძალით იქ უნდა თქვა. რა. We are the world is Bob Dylan-ის. ხო, ისა. მოკლედ ჩემმა მეგობარმა მომიყვა იმაზე. მე არც ვიცოდი თურმე არსებობს დოკუმენტური ფილმი გადაღებული როგორ ჩაიწერა We Are The World რო არის ცნობილი სიმღერა რა მთელი ჯექსონი და სტივ ვანდერი და ვარსკვლავები რო არიან 80-იანებში ორი ვერსია ხო არის აი 80-იანებზე ლაპარაკობთ ამ მომენტში ხო მეორე ვერსია რომელია 2000-ში გამოვიდა ჯასტინ ბიბერი და არა ეგ არც განიხილება ვაფშე ეგ არ არის არა ნუ მე ჩვენ თავობა მე უფრო იცის ვიდრე არა ჩვენ თავობაში და განსაკუთრებით ჩვენთან საქართველოში ძალიან პოპულარული სიმღერაა ეგ რავი ტელევიზიებში და რაღაცეებში და დაბადების დღის ცენტრებშიც იყო ხოლმე მე რა პატარა We Are The World ესე როცა იყო ხო და მოკლედ რას ვამბობდი არის ეგეთი დოკუმენტური ფილმი გადაღებული იმაზე თუ როგორ მოხდა ეგ ამბავი ზოგადად და როგორ მოახერხეს ამდენი ვარსკვლავის ერთად შეკრება და ამ სიმღერის ჩაწერა რა მე თვითონ ეგ ფილმი არ მაქვს ნანახი ჩემო ძმაკაცმა მომიყვა პროსტა და ისა ნუ თურმე მთავარი პონტი ის იყო რომ რაღაც ეს მთელი ეს ტიპები შეკრიბეს ერთად იყვნენ რაღაც ძალიან დიდ უსოყვაზე, სადაც ნუ დალიეს, გაერთნენ მთელი ამბავი და იდეა იყო იმაში, რომ იქიდან პირდაპირ მიდიოდნენ სტუდიაში. Quincy-სთან. ხო, Quincy-სთან და Quincy Jones-თან და ეგრევე რომ შევიდოდნენ, უნდა ჩაეწერათ ეს სიმღერა და გაეშვათ რა და ნუ არავის არ ქონია არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ ვოკალურად ხო ხდები, ყველა მართლა ძალიან მაგარი ტიპები იყვნენ და Bob Dylan-ი რო აღმოჩნდა ამ ხალხში აი ეგ ცნობილია რა ამ კლიპი ვისაც გაქვთ ნახე რაღაცნაირი სახით ესე რომ დგას Bob Dylan-ი და რაღაცა შეშინებული და დაბნეული სახით და ხმას რო არ იღებს თითქოს და ეს ნაუშნიკებზე რო ესე აქ მან წინამდვილეში ეგ იმიტომ ხდება რომ ძალიან რცხვენოდა Bob Dylan-ს და წინააღმდეგი იყო რომ საერთოდ ჩაეწერა მანდ ეგ სიმღერა და რო გითხეს ამათმა რომ რა ჯანდაბა გჭირს რომ ლეგენდა ხარ რომ რას ლაპარაკობ Bob Dylan-ი ხარ რომ ვაფშე რას ქვია რამის გწვენიაო ანუ მე რა მოსატანი ვარო რა ისეთი ხალხი არისო აქო და ისეთი ხმები აქვს და ისე მაგრამ ღერიანო რომ ჩემი სიმღერა ამათთან ვაფშე რა შუაშიაო და ან მიტყდებაო რა ვერ არ შემიძლიაო და ეგეთი რაღაც გააკეთეს Quincy Jones-მა და Steve Wonder-მა ცალკე ოთახში გაიყვანეს Bob Dylan-ი კინოში არის ეს ნაჩვენები ოღონდ როგორ ხდება რა ცალკე გაიყვანეს Bob Dylan-ი და ცალკე აწერინებენ და Bob Dylan-ს ზოგადად საუკეთესო სმენა არ ქონია. ანუ სიმღერებში ცოტა აცდენილი არის და იქაც ეგ პრობლემა იყო და Steve Wonder-ი წარმოიდგინა იმის, რა ქვია, Bob Dylan-ის პაროდიას აკეთებდა. ანუ Bob Dylan-ის ხვით ყვეროდა რა. As a time we make and ესე გააკეთეო შენ და ისი მეორებდა და Quincy Jones-ი ამ დროს იწერდა ამას რა. პიანინოს წარმოიდგინე, კინოში არის ეგ კადრი, პიანინოს როგორ უკრავს Steve Wonder-ი და აკეთებს Bob Dylan-ის პაროდიას, რომ აბა ესე იმღერეო შენო და ის მე ეგრე ვღერის და ეგრე ჩააწერინეს და იქ ესე რო დგას მაგის ხმა უკვე ჩაწერილი არის წინასწარ და ფონოგრამა ანუ Bob Dylan-ის ხმა ის არის რა ხო დაბდარი და მაგითო დგას ეს დებილი რაღაცნაირად რო იყურება მაგრამ მაგარი სანახავდა იქნება Wonder-ი რო Bob Dylan-ის ხო და არ მაქვს ნანახი ეგ ფილმი ვნახოთ რა უნდა ვნახო რა ქვია ნეტა მაგრამ ნუ მაგას გავა დავსერჩავთ რა ისერჩევა უნდა ეგეთი ამბავია რამდენი ხანია რაც ვიწერთ ისე დრო არ დაგვინიშნავს ხო მგონი? ეხლა რომელი საათია? ეხლა არის 6-ის ნახევარ. ძალიან დიდი რო არ გამოგვივიდეს პროსტა მაგითო. იქ არ აწერია რამდენი ხანი დავიწყეთ. მიდი რა ახლოს ნახეთ ხო? 25 წუთი. ოკეი. ხო ნუ სადღაც ესე 40 წუთი მაინც გავაკეთეთ რა. როგორც ამ ჯერ არ გაგვირბის დრო ძალიან. ეს ამოჭერა მა იყოს თუ გინდა რავი დიდი არაფერია ხო იცი ხალხს უყვარს
ბუნებრივობა და ეს რაღაცა მაგ ამბავს აფასებს. მე რაც დავაკვირდი. აი ხა ჩვენც რა რეალურად არანაირი პროდაქშენი და არაფერი ხო არა ვართ ორი ტიპი ვართ, პროსტა ზაფხულში ძალიან მოგვინდა რომ გაგვეკეთებინა პოდკასტი. ბევრჯერ გავწელეთ, ბევრჯერ გადავდეთ და საბოლოოდ მოვაბით თავი მოკლედ და რავი ერთი კამერა გვაქვს, ორი მიკროფონი და ჩვენ ხო და ვხედავთ და ლაპარაკობთ. ხალხს ეგ უფრო მოწონს ვიდრე აი ძალიან დამუშავებული და ძალიან პროდაქშენად გადაქცეული კონტენტი. ნუ არ ვიცი რა, მე ეგეც სოფლება მრჩება. მაგრამ მეც არ ვიტყოდი უარს მომენტ აი სტუდია რო გქონდეს და რაღაცა კაი მიკროფონები და კაი კამერა. ვიზა ჩემ ჩალჩება რომ სარდაფი გააკეთეო სტუდიათო. მაგრამ ნუ არის ადგილი შენ სარდაფში? კი, მაგრამ ეს დანგრეულია რომ იქ просто უნდა ავარემოდო. რას ლაპარაკობ, ეგ არ გითქვამს. სად კეკელიძეზე? მანახე რა. გაგიყვან მე. დენი არის, შტეფსელები არის? როგორ არის? და ეგეც შესაძლებელია. ამ თავრია მუშაობდეს და ეხა თვითონ გარედან იმ პლასმაში შეცვლას არაფერი ამ. სხვა ჯურის ამ სახლში ჩემი დაკანებულია ყველა ექსტეფსელები. მისტერ კლინ. და ძალიან მარტივი დასაგანებელია, მაგიტომ ამბობ რა, ნუ პროსტა უნდა მიარჭო ატუიორკა, წყალში უერთდეს. უნდა ნახო ელექტროობა გადის თუ არა. კაი, ეგ მოკლედ გაკეთებადია, მაგრამ თუ სივრცე არის, რომელიც შეგვიძლია რომ აქ საქმისთვის გამოვიყენოთ, ძალიან კაი იქნებოდა რა. რაღაცა დეკორაციებს წავიღებდით, რაღაცებს ჩემი ოთახიდან, რაღაცებს შენ წამოიღებდი, რაღაცებს ვიყიდით. და აი უკვე კონკრეტული ადგილი რო გვაქვს, სადაც ვიწერთ და სადაც ხდება ეს ამბავი, ძალიან კაია რა. კიდე რა მინდა იცი, შენთან რაზე მინდოდა რომ მელაპარაკა და თან აქ იმიტომ გეუბნები რომ შეიძლება მაყურებელიც დაგვეხმაროს ამაში რა. მოკლედ ყველაში ამჩნევდით ალბათ რომ ჩვენ არხს ქვია ჩენელი რა და არა ჩვენი პოდკასტი სიტყვაზე არხს. სხვადასხვა სახელი, იმიტომ გადავწყვიტეთ არხის და გადაცემის, რომ აი ვაი და სიტყვაზე ამ არხზე სხვა რაღაცის კეთებაც მოგვინდეს, ან რამე სხვანაირი ვიდეოს დადებაც, მარტო პოდკასტით არ შემოვსაზღვრეთ რა და აი რა შეიძლება სხვა რო გადავიღოთ ჩვენ სიტყვაზე, აი როგორი სტილის რაღაცა. აი როგორ წარმოგიდგენია? აი შეიძლება გავაკეთოთ, აი მე შეიძლება სულ მაგაზე ჩაჩვენო ყველა რომ რივიუები გავაკეთო ალბომების იმის გამო რომ არა ადამიანის რაოდენობის ალბომები მაქვს მოსმენილი. ხო. კაი ვარიანტია. შეიძლება რავი, შენ ხო ქონდა იდეა ის რა ქვია, პახოდების ვიდეოების გადაღება. ბიჭო, ხო, მაგრამ ეგ ის არის. ჩვენ ჩენელისთვის რამდენად, მაგრამ არ ვიცი ხო რავი. გააჩნია, თუ იქნება მაგაზე მოთხოვნა, მაგასაც სიამოვნებით ვიზამდი. პროსტა ის არის რა, რთულია. მაგრამ წარმოიდგინე, ეგეთი რაღაცა რომ მოვახერხოთ, კვირის განმავლობაში სიტყვაზე, ჩვენი პოდკასტი ხო იდება კვირაში ერთხელ. ხო. შაბათს, ჯერჯერობით. ნუ ეგ დღე შეიძლება მე შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით შაბათს იდება. რა ქვია? კვირიდან კვირამდე კი არ გელოდება მაყურებელი, შაბათს პოდკასტია და შუა კვირაში აი რაღაცა. კვირაში სამჯეროდებ რაღაც. რა, ორჯერაც როდებ უკვე თემა. მოდი ჯერ პოდკასტის ამბავი კარგად მოვქოქოთ და მუღამოთ ჯერ ჩვენც. და მე let's not run. ხო რა. Let's walk first. მაგრამ მოკლედ ეს იმიტომ გავაჟღერეთ, რომ თუ რამე წარმოგიდგენიათ ხო ან რაღაცა კონკრეტული გაინტერესებთ და გინდათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ და დავიწყოთ მაგაზე ფიქრს რა და მაგამდე მივალთ მე. რას ვამბობდით მანამდე? შენ სარდაფიო, სტუდიაო და ხო, კაი ეგ დავიკიდოთ. კიდე რა უნდა განგვეხილა? Lost in translation, ხო. ამასთან. ქართულად რა ქვია მაგ ფილმს? თარგმნაში გადაკარგული? თარგმანში დაკარგული. თარგმანში ჩაკარგული. ჩატრანსლეიტებული. ისე. იმ ფილმს როგორ ვეძახდით? ჩახმოვანებული. როდის ნახე ეგ ფილმი შენ? მე ერთგვარად დავიწყე ურთიერთ. არა, ცოტა ხანს იყო. ერთგვარად დავიწყე ურთიერთობა და გიჟდა სოფია კოპოლაზე. სხვა კაი ფილმი რა აქვს სოფია კოპოლა? მარი ანტუანეტა. არ ვიცი. მარი ანტუანეტა ხო იცი? კი, მაგრამ ანუ კინო არ ვიცი. კირსტენ დანსტი თამაშობს მარი ანტუანეტაზე და ქმარს თამაშობს ჯეისონ შორტსი. შორტსი რომელია? ჯეისონ შორტსმანი რო არის. სულ იმი ყველა უესანსოს ფილმში რო არის. ეგეც მაგისი ბიძაშვილია. მას რეჟისორების ოჯახი არიან. ეს არის ფრენსისის დიშვილია. სოფია შვილი არ არის? აბა კოპოლა რანაირად არის? სოფია შვილი არის ფრენსისი. და ის არის დიშვილი. ჯეისონ შორტსმანია დიშვილი. და დედამისი თამაშობს. როკიშის იმას. ცოლს? ვსო. როკი მაგარი ფილმია, მაგრამ იმასება. რა ქვია ცოლს? დამავიწყდა.
არ მახსოვს არც. ბავშვობის მე არ მინახავს ისე არა და მართლა კაი ფილმია რა. იმას ივან დრაგოს რო ეჩხუბება ეგ ნაწილი. If he dies, he dies. If he dies, he dies. ხო და ის Lost in Translation. ხო და მეც ცოტა ხნის წინ ნახე, არ მქონდა მანამდე რა ნახე და ძალიან მომეწონა. დრავმას ის კარგი ჰანსონი აქვს. ძალიან. აი ეგეთი ლამაზი მართლა არსად არ არის რა. და არის 17 წლის მაგ ფილმში. ვინც არის ოდით. და არის აი არ ვიცი, და ძალიან ბუნებრივად არის რა, ანუ აი ჰოლივუდურად ლამაზი არ არის რა. ადამიანი. აი იმაში Iron Man-ში და Avengers-ში რო ის არის Black Widow, მან როგორი, მან ნაშური ტიპია თან უფრო რა, ანუ მანდაც ლამაზია და ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მან არის აი რაღაც ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი. ხვდები, ანუ ეგეთი ტიპი ახლა რაღაცა და იქ ძალიან ბუნებრივი ტიპია რა, ანუ ხვდები ეგეთი ადამიანები შეხვედრია რა. და აი ძალიან კარგად თამაშობს თან და რაღაცა სიუჟეტიც ისეთი აქვს. და ეს ისტორია მომანდომა ტოკიოში ტოკიოში მოსულ ეგეთი ამბის გატარება არა მაგრამ ეგ მაგის მე ხო რაღაც პატარა ის არის ვიძგი მოიყევი მაგის და Her ისტორია Her ფილმი Her გახანახე არა ეგეც სოფია კოპოლა არა Spike Jonze ერთი სიტყვით ორივე ფილმი ერთ და იგივე იდეაზე არის თუ უთეთობაში როგორ თავს ცოტა გაყურებულად ცოტა როგორ? ანუ ხვდები მე გარიყულად ხდა, ანუ ხვდები რაღაცა მარტო იჩთები უცბად რა. ხო. გაუცხო, მან ხო ეგ გაუცხოების მომენტი აქვს. ორივეს ამასაც და იმასაც ხო. და მთელი იდეა თურმე რა არის, რომ თურმე სოფია კოპოლა, Spike Jonze იყო სოლკმანი. Spike Jonze ვინმე თუ არ ახლა Her გირჩევთ უყურეთ. მე ამას ანახი და Spike Jonze კიდე Jackass-ზე მუშაობდა, მაგაც მაგაცი არის და კიდე ძალიან ბევრი ძალიან მაგარი music video გადაღებული გირჩევთ ყველამ ნახოთ. ხო, ეს შიგნიდან უნდა მოიცანოს, შიგნიდან გამოვიტარეთ პროსტო შენიბაზე. კვიან ძალიან საინტერესო ვიდეო. მაყურებელს ბოდიში ცოტა შიშინის ხმა შეიძლება იყოს ახლა მიკროფონში და ხო და და ნუ ცოლკმანი იყვნენ 90-იანებში. ხო. და ეს მაგათი ურთიერთობა აი რატო არის გაუცხოებას, რომ მაგათი ურთიერთობა თუნდაც ეგრე დასრულდა, რომ ორივე რა ერთმანეთთან გაუცხოებულები. და ნუ ხვდები დრო გავიდა, ამან მეორე კვარი ეს გათხოვდა, იმანცავლი მოიყვანა. რაღაცა, მაგრამ ორი ჯერ სოფიამ გააკეთა ეს ფილმი 2001-ში თუ 2000-ში. Lost in Translation-ი? 3-ში. ხო, 2000-იანების დასაწყისი 2003 არის მე. 2003-ის დასაწყისი და მე ამან 2013-ში გააკეთა Joaquin Phoenix-ის Her. და ნუ ეგაა ჩემი ძალიან მაგარი რეჟისორი ხარ, რომ შეიძლება ну, адвოკატ შეიძლება ჩვენო შეაზრდნოთ რა, აი, ურთიერთობის იმას გაჩვენებს რა, როგორც ბიჭო, ხო? არა მარტო რა, ანუ რეჟისორი რო ხარ, ეგ არის შენი პერსპექტივით და შენ როგორც ხედავ ზოგადად სამყაროს და რაღაც მოვლენებს, მაგას აჩვენებს შენ კინოში. ძირითადად გადაიღო, ეგაა მთელი მოვლენა, თორე იდეა, ანუ ფილმზე ცოტა ხის წინ მივხვდი ძალიან რაღაცას, რომ მარტო ის კი არა, როგორ დაწერს სცენარს. როგორ აჩვენებს სცენას. ხო, არ მართლა ეგ არის რა, რომ მარტო სცენარი კი არ არის მნიშვნელოვანი და ტიპი როგორ თამაშობს. თვითონ ეს სცენა როგორ არის ამ ფილმში ეგეც ძალიან მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ანუ ვერ ბიჭო, ისეთი რამეა კინო, რომ რავი, ყველა შემოდგენილ კომპონენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. აი ხა შეიძლება ძალიან მაგარი სცენარი კონდეს, ძალიან მაგარი სცენაც იყოს, მაგრამ ისეთი უადგილო და იდიოტური მუსიკა დაადო პროსტა მაგ სცენას, რომ სახები თამაშობ და ძალიან ოპოზიცია. всё, მორჩა გაფუჭდა გარუჩე რა. ლოკი ახლა არა. სერიალი ლოკი, ხო? ლოკი არა, ლოკი. ლოკი სერიალი. არა. ლოკი. თორის ძმა. არა, არა. აბა ლოკი? ლოკი. არა. ლოკ როგორც ლოკ. ლოკ და ი ბოლოში. არა ეს ტომ ჰარდის ფილმია. თელი ფილმი ვითარდება მანქანაში. всё. თელი ფილმი არის, просто ტომ ჰარდის უყურებ მანქანაში როგორც ის. და მიდის. და მიდის. და რა შვება? რაღაც ანუ არ ვიხარ. დიდი ფილმია? არა, საათ. არ დაგასპოილერებთ არავის. მაგრამ ნუ მაგარია ვნახოთ. საოცრება არის. ლოკ ი. ვა, შეგვიძლია ისქნათ რა ქვია. ბიჭო, რახე ნელ-ნელა გვაქვს მოსაფიქრე, ეხლა მაგაზე გამახსენდა. ნუ ეს ფილმი რო ურჩიე მაყურებელს. რაღაცები შეგვიძლია დავამატოთ ჩვენ პოდკასტში, რასაც ყოველთვის ვიზამთ ხოლმე რა. აი რა, როგორ დავამატოთ. Film suggestions. ხო, თუნდაც film suggestions ან music suggestions.
რაღაცა რო ყველა პოდკასტის ბოლოს ან დასაწყისში ან შუაში რაღაც რჩევები რომ მივცეთ ან რაღაც თამაში რო შემოვიტანო რამე რა რაღაცა ჭირდება. ანუ კი შეიძლება ხალხის რაღაც ნაწილისთვის პროსტა ესე დიალოგის მოსმენა საინტერესოა, მაგრამ რაღაცით რო გაახალისო უფრო ეს, კაი იქნება რა. გვირჩიეთ თუ რამე აზრი გაქვთ. თუ გინდათ შეგვიძლია აი აგერ ირაკლი ფილმებს გირჩევთ, მე მუსიკას გირჩევთ ამ პირიქით. მუსიკა რა არ შემიძლია, բայց მე არ მithქვამს რომ არ შეგიძლია, მაგრამ უფრო საინტერესო რა იქნება, იცი, ორივე მოგხსნათ. ხო. ერთი მუსიკა, ერთი ფილმი, ერთი მუსიკა, ერთი ფილმი. ხო, ანუ არა, ხოთები რას გემონები, ანუ ის როგორც არის, selfish choice. ანუ ჩემი choice და შენი choice, რა? ანუ film და უცოდ თქვა რა, შენ ეს, მე ეს. ალბომი შენ ეს, მე. კი ბატონო, შეგვიძლია. ხო, საერთოდ რა მეტყვი, ხოთები ორივე ეს ჩვენი რაღაც ისა რაღაცა ჩვენ რაღაცა მოგწონს. რა თქმა უნდა. და უფრო საინტერესო რა ჩემს რომ აი მე თქვა რაღაც ექსპერიმენტალურ რაღაც მოვიდა, შენ თქვა რაღაცა, თქვა ჯაზი. არა, ჯაზი. ექსპერიმენტალურ ხთები რას გეუბნები? კი, ხთები. კაი, არა, მომწონს. შეგვიძლია იქნა. თუ ფილმიც ეგრე შეიძლება ვქნა, რა მე არ თავში. და სტუმარი რო გვეყოლება, სტუმარსაც შეგვიძლია ვაქნევინოთ. სტუმარსაც განსაკუთრებით უნდა თქვა. ეგეთი რაღაცა არის იმაში გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ბოლო რა ქვია, რომ თავდება ხოლმე ეგრე სტუმარი რო ყავს, ეუბნება რომ აი სამი რაღაცა უნდა ურჩიო, ოღონდ ეს სამი რაღაც შეიძლება იყოს ნებისმიერი, ან მუსიკა, ალბომი, კინო, წიგნი, ან ნებისმიერი რამე, საიდანაც შეიძლება რაღაც მიიღო ადამიანმა რა. და ეგ ჩამოთვლა აქვს ხოლმე მანდ. ოღონდ ის არის განუსაზღვრელი, ან შეიძლება თამაში თქვას ვიღაცამ რამე ეგეთი და ჩვენიც რაღაც ეგეთი პონტია და ეგ კაია მე მგონი. მაგრამ ჩვენ ეგრე დავყოთ მუსიკა, ისა რა ქვია, კინო და მესამეც გვარ იყოს რამე. თუ იყოს ორი მუსიკა და კინო. ხო, ну, короче, მაგას მე. ჯერ მოდი, თუ მოგინდებათ რომ ეგ მართლა დაწერთ კომენტარებში. ჯერ ვიზამთ მუსიკას და კინოს და მე რამე სხვა თუ მოგინდებათ, დავამატებ. ხო. ოპა, всё. ხო და Lost in Translation-ზე ვიყავით ბოლოს. მაგრამ რაღაცები ხო თქვი მაგაზე მომდი. აუ Lost in Translation-ი იმას Satori time. For relaxing times. Satori time. ის რასასაცილო ტიპები არიან. ის იაპონელი რეჟისორი როა ვინც. Satori time. ესე რო ეუბნება რაღაცნაირად. Satori time. რაღაც შოუში რომ მიიწვევენ. და რაღაც ესე რო ცეკვავს ის ტიპი რაღაც საშინელი ბავშვები. რაღაც უნდა მომეყოლა ფილმს. უნდა მეთქვა. იმას უყურე თავიდან. Once Upon a Time in Mexico. Once Upon a Time in Mexico არ მაქვს ანახე. El Mariachi გაქანახე? არა. Desperado კი. ხო, წარმოვიდგინე რობერტ როდრიგესმა, რეჟისორმა. გადაიღო პირველი ჯერ El Mariachi. Desperado-ში ტარანტინოც ხო არის რეჟისორი? არა, ზაგაცები არიან, ყოველთვის ზაგათებენ. ხო, აი როგორც ის Till Dusk Till Dawn თუ მაგპონჩი არ არის, ეგეც გაკეთებული, რომ ანუ ტარანტინოს written and directed არ არის, მაგრამ ანუ ისიც იყო რა. სუერთა დაკეთებული ყოველთვის. ხო. ხო და ეს გენოდი El Mariachi გადაიღო 90-იანებში $7,000. დამოიგე. გინესებში არის შესული, როგორც ყველაზე იაფი ფილმი. ო მარტო იღებდა. და ეთყობა ფილმს, რომ ეგეთი იაფი ფილმია. კაი ფილმია. ძალიან. Sundance-ი მოიგო, 5 მილიონი გააკეთა, Paramount-მა იყიდა. რას ლაპარაკო? ძალიან მაგარი. და ის იყო, ანუ სადებიუტო პირველი ფილმი იყო. არა, იქამდე თქონდა რაც ფილმები Bad Heads. ხო, მაგრამ ნუ მაგითი გავარდა. 9 ძმა ყავდა, 9 და-ძმა ყავდა და просто მაგათ უყებდა და რაღაც 15 წუთი. ეს $7,000 ანუ თავისი ჯიბით გააკეთა ალბათ. ის იყო რა ქვია იმაზე დადიოდა რა ამ ტესტებზე. ასე? სამედიცინო ტესტებს რო ატარებენ და ფულს რო გაძლევენ. შენზე რო ტესტებს ატარებენ, ფარმაცევტულ იმას, წამლებს რო ცდიან. ხო. მე მგონი მაგას იძახი, ხო, რაღაცა არის. ჩვენთან არის ნეტა ეგეთი რაღაცები. ხო და დავიდოთ. просто ეს. ხო და ნუ მე უბრალოდ დაფინანსებებით ეს გადაიღო Desperado, გენიალური ფილმი არის. და ნუ და ჩვენი ილია თოფურიას საუნდტრეკი. Soy hombre muy gusta lo mejor. No le falta dinero ni amor. მე შემოსება ვიღაც ტიპო დაიხავს და გიტარით რომ მიდის რაღაც ესე. ძალიან მაჩვენა. გიტარით რო ჩხუბობს. და მესამე არის Once Upon a Time in Mexico, სადაც თამაშობს Eva Mendes-ი, Johnny Depp-ი. ძველი ფილმია? 2000-იანები იყო.
2000-იანებში кай ფილმები იყო. Enrique Iglesias-ი. მსახიობიც არის Enrique Iglesias-ი, არ ვიცოდი. და ნუ ნახო ბანდერასი და იმაში How I Met Your Mother-შიც არის Enrique Iglesias-ი. რობინის შეყვარებული რო არის. და Gael, ხო. Experience the food this portocals რო არის. Gael. ხო და როგორი ფილმია, იცი? ნუ not for everyone ფილმი არის რა, რომ თუ ხდები რობერტ როდრიგეს გევასება, თუ არა და ხდები. და ისეთია dark comedy არის. ძალიან dark comedy, რას მომენტი არის, რომ ესე უნდა ჩიჩი, ხო იცი? ჩიჩი და ჩონგის ჩიჩი. კი. ჩიჩი უზის ჯონი დეპს. ჩიჩი რომელია? წვერიანი თუ ისა? ანუ ჭაღარა რო არის და წვერულაშიანი თუ მე? ანუ დასდოინი ტიპი როა უფრო. ესე რა. ჩიჩეგა და ჩონგი არის უფრო გუფი ჩონგი არის პუტკუნა რო არა ეგ არის ჩიჩი ხო აი მაგას გებაზრე ჩონგი არის უფრო დასტოინი ჩონგი არის ხო ჩონგი მაღალი ხო ზიან ლაპარაკობენ და უყვება ელმარია ვიღაც ჭირდება ტიპი რომ ვიღაცა მოყოლევინაო და ელმარიაჩიც გირჩევა ელმარიაჩი არის ჰიტმენი? თვითონ ისა რა ქვია და პერსონაჟი ხო და ანუ ჰიტმენია პლეერი რა კილერი იყო და უყვება ამ ისტორიას რაღაცა პატარა დისკუსია და you wouldn't kill me for $10,000 ეს გემა და კიდე you wouldn't dare რა გადის და ჩოინდები ეს yes I would მაგრამ ახლა მოტოლით უნდა ნახოს ისეთი მომენტი ხო მაგრამ ხვდები ანუ რაღაც ფილმიდან სცენის მოყოლა აბა გადაასწრეს და ამ ყავამ შენ ცხოვრება შეიწირება და მოკლავს და რაღაც ნუ მოკლედ რეკომენდაციის სახით დავტოვოთ რეკომენდაციის სახით გირჩევთ სამივე ფილმი ხო ეს მოყოლით რთული ის არის გასაგები Desperado და Once Upon a Time in Mexico და ვაფშე როდრიგესაც გირჩევთ Spy Kids ძალიან კაია თუ უნდა დიდები იყოს პატარები Spy Kids ძალიან Sin City Machete Kills Machete in Space Grindhouse Grindhouse-ის Death Proof-ი და Planet Terror Death Proof-ი ის არის Tarantino written and directed Tarantino ხო და მაგალითად განაწყვეტს რომ მოდი შევართოთ ორი ფილმი Planet Terror და ისა რა და არის 4 საათი და რაღაც არის Death Proof-ი ნანახი მაგ და დიდად არ მევასება სხვა შორის Tarantino-ს ფილმებიდან ალბათ ყველაზე ნაკლებად Death Proof აი ძალიან მანიაკობაა მე მევასება მე აგიოსება იმედი. კაი Hateful 7 უფრო კაია. Hateful 8. ბევრად. ანუ ბევრად. ან რა დიალოგი. იაკო თუ ნახულობ ამით. ან რა განვითარება, ან რა სცენა, ან რა მოლოდნელობა. თუ ნახულობ ბოდიში ეგრე მაგრა არ მიყვარს და იცი. რა? იაკო გიждდება Hateful 8-ზე. ხო, ანუ იმიტომ რომ ჭვიანი გოგოა და გემოვნებიანი აშკარად. რატო კარგად ესმის. უფრო რატო მე რომ მევასება ყველაზე მაგრა ის რა ქვია Reservoir Dogs-ა თუ ტიპი ვარ? არა. მაგრამ Death Proof-ი რო უფრო გევასება ვიდრე Hateful 8-ი და რო გეუბნები რომ მანიაკობაა Death Proof-ი მეთქი იმიტომ რომ უაზრო ის არის გორ პროსტა რა. ხო და ეგ მევასება. ეგ ყველა Tarantino-ს ფილმშია, მაგრამ უაზროდ ხო ხვდებია. For so much violence. Because it's so much fun. Jen. მე და Tarantino-ს გვაქვს ერთ დღეს დაბადების დღე სხვათა შორის 27 მარტი აქვს თორე. ჩვენო მაყურებელო დიახ 27 მარტს გვაქვს მე Tarantino-ს და ბაბუაჩემს. და თემო დოიაშვილს. ხო, და კიდევ ბევრს. გავიარეთ ეს. ხო, ლიზა რო ყავდა მაშინ გავიარე. ეგ იმდენი ხნის წინ იყო ირაკლი აღარც ვახს. არა, Hateful 8-ი ძალიან მაგარი ფილმია, მაგას არ ვარ. ბიჭო, ძალიან მაგრამ ნახე ყველა Tarantino-ს ფილმს აქვს. აი რაღაც plot twist-ი აქვს, რაღაც განვითარება აქვს, რაღაც კაი პერსონაჟები ყავს და აი Death Proof-ში აი რა просто გორ არის, ხო? просто გორ არის, ხო? ანუ აი ისეთი არაფერი, ვაუ მომენტიც არ მქონია და აი ну საკაიფო მომენტები კი არის ხა რაღაც იმიტომ რომ მუსიკა კაი აქვს შერჩეული და ну Tarantino არა მაგის როგორც იღებს გადაღების სტილი და სცენარი როგორც წერს ეგეც და დიალოგები ყველაფერი ძალიან მომწონს მაგრამ ну აი რავი ჯეკი ბრაუნის ბევრად კაია Reservoir Dogs-იც Once Upon a Time-იც Pulp Fiction-იც Kill Bill-იც არა სხვათა შორის ეგეც როდრიგესთან ერთად და როდრიგესი Tarantino ძალიან ხალხი არის ერთად ეგენი ვაფშე ძმაკაცები იყვნენ მანამდე უახლოს ძმაკაცები არიან დღემდე ანუ კინოსიტიზე წავდა. კინოსპონჩი დაძმაკაცდნენ მერე თუ მანამდე ძმაკაცები იყო. კინოსპონჩი და პატარა არის 23 წლის იყო რომ გამოვიდა ელმარიაჩი. და ამას დაევასა იმის. ხო და დამეგობრდა და დამეგობრდნენ ალბათ ხო. აი იმიტომ რომ ვიდეო ისა დოკუმენტური ფილმი არის Behind the Scenes არის Sin City-ზე. Sin City-ს ნახეთ ძალიან მაგარი ფილმია პირველი მეორე ერთ გაიცა. Sin City-ს ისტორია ხო იცი რა არა? არა.
რომ Sin City კომიქსი ისე დაწერა ფრენკ მილერმა, რომ არაფერს არ გადაიღო. არ ყოფილიყო გადასაღები მატერიალი. რა პონჩი. მაგრამ ყოფილიყო უნიკალური მარტო ეგა? როდრიგესი გიждდებოდა მაგაზე და მივიდა ეუბნება რომ ფილმი მე მინდა გადაღება. ოღონდ შენს გარშე არ ვიღებ. მინდა რომ თავიდან ბოლომდე იყოს true to the material. ამანაც კაი. მივიდა ამ DGA-ს Directors Guild of America-ს ეუბნება რომ ერთად ვიღებთო ამათმა. ამა მაშინ მე წავედიო. წამოვიდა ამ DGA-დან, გადაიღეს და თელი, ხო ფილმი გაქნახე, ვიცი? გაქნახე Sin City? არა. არა, უყურე. Sin City არ მაქვს. Sin City უყურე. აი 2000-იანებშია ხო Sin City? 2005. რაღაც პოსტერი მაქვს. შეცვალა მაგან რაღაც პონჩი იმის გამოყენება, რა ქვია, visual effects. პოსტერი მახსოვს თითქოს აი რაღაც ტიპები ნან ტყავი. მიკი რუკი რაღაც არის სახით არის და იმას რა ქვია, Bruce Willis რო აქ ის აქ. ნუ არ ვიცი, ეგრე ზუსტად არ მახსოვს. რა ხდება ვაფშე? ესე ძალიან ზედაპირულად რო თქვა რა. სხვა ტიპების ცხოვრებაზე არის. ხო, ანუ კომიქსია როგორ სუპერჰირო, სუპერგეროებზეა თუ ანუ просто საზღარ ხალხზე არის. ბრელია, короче. ძალიან. Sin City რო ქვია მომენტ. სათაური თვითონ. ფრენკ მილერი მაგით გამოირჩევა ვაფშე კომიქსებში ძალიან სიგნელით. Dark Knight ის მაგისი ხო არ არის, რა ქვია. საკითხული. იმას რა ქვია. რომელი ფანიშერი კი არა. ფანიშერი არა. აი ტიპი რომ მოკვდება და რაღაც წეულა რო დაედება თუ რაღაცა ანტიგმირივი ტიპი რო არის. Crow? არა. აი რაღაც პლაშიანი ესეთი ტიპი. Spawn. Spawn, ხო. Spawn მაგის მომენტი არ არის. Spawn არის, აი შავი მასკარა აქვს და თეთრი რაღაც ისე რო. Spawn. ეგ არის. Michael Char თამაშობს, ხო? ხო და აი მაგ დუხშია, ისა სამყაროს. Spawn მაინც უფრო ცოტა ხვდები ისეთი აი dark, მაგრამ ცოტა უფრო kid level და ეს იმენა. არ kid level არის Spawn, ანუ ესე კარგად არ მაქვს ნახე, მაგრამ როგორც მახსოვს ის იყო რა. შეგვიაშინა. აი Courage the Cowardly Dog type. ეგ короче აი რა პონჩი გადიოდა საბავშვო ახსენს ვეჩი დღემდე ვერ ხვდები. ისე მეშინოდა ბავშვობაში მაგას რო უყურებდი. ეხა მინდა თავიდან უყურო. ეხა სხვანაირად მიხვდები. ეგ ეგრეა ზოგადად. აი შრეკიც ეხა ბავშვობაში შრეკს რო უყურებდი, ნუ გიждდებოდი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეხა რო უყურებ და ამ ზრდასრულ ხუმრობებს და რაღაცებს რო ხვდები, ყველაზე ხარ ძალიან მაგარია უფრო და მე ესე რო არ ყველაფერშია ეგ ჩადებული. ანუ ხო ზარსული ტიპები აკეთებენ ამ ანიმაციებს და რაღაცებს და ჩვენს გვისწორებენ დიდებსაც და ნუ პატარებისთვისაც რაღაცას აკეთებენ და ყველგან არის ეგ ვაფშე. აი დაჟე სერიალ ანიმაცია SpongeBob-შიც აი რამდენი რამე იყო ეგეთი, იცი? გაზდილზე და აი ზაქვია, ისინი თამაშობენ, რა ქვია. ო, თუნდაც. ეს რო გადართავს უცებ. ხო და რას გეუბნები? გადავხვით. Behind the scenes არის რა, როგორ აკეთებენ ამ ფილმს. Sin City-ს ხო. და წამოვიდგინე ვერ მოვკალავთ დიწესიერებს რა. ტარანტინო არის, ნუ ტარანტინო სულმანდარი, ფრენკ მილერი მიდის ამ სახეებთან, ისეთი ყოფილი კომიქსების წერალი რაღაცნაირი კაცი, რომელიც გენიალურად ხატავს, მიდის და აუ, ერთი წამი, Sin City ის ხო არ არის? ალ პაჩინოც რო თამაშობს. არა. ის არის Baxter. ვიცი რა ქვია? ეგეც რაღაც კომიქსის მიხედვით არის გაკეთებული. და არის რა ქვია? 30-იანი 40-იანი წლების განგსტერების თემატიკა რა. ხო ხტები ეს პიჯაკები Public Enemy? არა, რაღაცა ქვია, სახელი და გვარი ქვია ვიღაც ტიპის. და ანუ კომიქსის სტილში არის ფილმი გადაღებული. ანუ ჩვეულებრივად კინოა გადაღებული, მაგრამ პერსონაჟებს ისეთი გრიმი აქვთ და ისე გამოიყურებიან, რომ თითქოს კომიქსის პერსონაჟები არიან. გეტყვი. და ქალაქიც ეგეთია, ცოტა გოთემივით ქალაქია რაღაცა. და ის სუეს მობსტერები და ეგ პონტი მიდის. ერთ დეტექტივია მგონი მთავარი პერსონაჟი. ჯეიმს ბაქსტერი თუ აი რაღაც ეგეთი სახელი ქვია, არ მახსოვს ზუსტად რა. და ის ალ პაჩინო თამაშობს მთავარი ბოროტის როლს. ძალიან საკარიფოდ. ანუ იმდენად განსხვავებული ფილმია, რომ ეგეთი რაღაც ვაფშე არც მქონდა მანამდე ნანახი. ეძებ? როგორ ეძებ? Villain roles. ნახე? That's Phil Spector. მანახე და გეტყვი რა. შენ ხო არ იცი ხა როგორ გამოიყურება. Big Boy ეს ხო არ არის. აქაც რაღაც გრიმი აქვს, ნახე? არა. მაინც ერთ წამი. დავსერჩო.
ხო, მაგრამ მე ვიცი რა ფილმზე ლაპარაკი. კიდევ ვითამაშო. უკეთესად. მივაწვე გვერდზე. კაი, მაგას გიპოვი და მანამდე რაღაცა ილაპარაკე, რომ მაყურებელმა არ მოიწყინოს. ხო, კაი, როდრიგეს მიბრუნდები. ნუ, როგორი ნიჭიერი ადამიანი უნდა იყო ერთი ტიპი. Dick Tracy. Dick Tracy, ეგრევე ვიპოვე. ეგ ფილმი იცი? ნახე ისინი სურათები. კიდე რა უნდა ვქნათ, იცი? ეგ გამახსენე მე ვიდეოს რო დავაედიტებ, რომ ეხა რაღაც რჩევები რაც მიეცი მაყურებელს ფილმებზე რო ეს ნახეთო. ამოვაგდოთ. Description-ში, ხო, ამოვაგდოთ კიდეც ვისა პოსტერები და description-ში ჩავწეროთ რა. ურა, სახელი თამაშობს Warren Beatty. სულ ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობენ, ცოტა ის არის. Madonna. მაიმუნობა ფილმი არის თან, რა ცოტა ხო ხტები, ანუ სერიოზული ფილმი ესე თითქოს არ არის რა. აი ეს არის Dick Tracy. რაღაც კომიქსია და მაგის მიხედვით არიან ტიპები, რაღაც ძალიან კომიკური ის არის. ამბავი. მადონაც თან ის ეპიზოდური პერსონაჟი კი არ არის, მე მგონი იმენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს მადონას. თავარი ქალი პერსონაჟის როლს თამაშობს მადონა. და მომისმენია და თუ გახსოვს ალბაჩინო ყვა ეგრება აზრობს თუ ჯეში დავითაცი არის ხმა. არა, ეგრება აზრობს. უკვე ეგ არის 90-იანების ბოლო მე მგონი. 90-იანები, 90 წელი. და მანდ უკვე ეგრება აზრობს. მანდ უკვე დონი ბრასკოს ალბაჩინო. ამასობაში რამდენი ხანია ვიწერთ? რომელობაში ხო არ გავიდეთ. მე მგონი 9 საათის წინ იყო 25 საათი იქნება უკვე. ეგ არის მაშინ. მე მგონი ნორმალური გამოვიდა. სიღრმისეულად არაფერი არ განგვიხილია სამწუხაროდ, მაგრამ ნუ რაღაცნაირად მივედმოვედეთ. ბევრ რაღაცას. რაღაცები ვილაპარაკეთ, იმედია საინტერესო იყო და რავი, უფრო წავახალისოთ მაყურებელი იმ პონჩი, რომ რა ქვია, კომენტარების მეშვეობით მოკლედ თუ გაგვაგებინებთ უფრო რა გაინტერესებთ და რა მიმართულებაა თქვენთვის საინტერესო, შევეცდებით რომ მაგეთკენ წავიყვანოთ. ოღონდ ძალიან ვერ გადავუხოთ ახლა ძირითად რელსებს რა, რაზეც ვართ, მაგრამ ნუ მანდაც ხო ხდები შეიძლება რა დაზუსტება. შეერთებული გზა. ხო და მოკლედ შევახსენოთ კიდე ერთხელ რომ აუცილებლად გამოიწერონ. დაგვილაიქეთ ვიდეო. დალაიქონ და კომენტარების დაგვიწეროთ. აბა მომავალ შაბათამდე და მომავალ შაბათს უკვე სტუმრით დაბრუნდებით. ძალიან კარგი სტუმარი გვეყოლება წესით და იმედია მოგეწონებათ, აბა.